მერიის კეთილმოწყობის სამსახურის 2015 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. სამსახურის ბიუჯეტი წელს დაახლოებით 95 მილიონი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სანიაღვრე არხები, წყლისა და საკანალიზაციო სისტემები. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით დიდი ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს. კეთილმოწყობის სამსახური საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. დაგეგმილია არაასფალტირებული ქუჩების ორმული შეკეთება, რომლისთვისაც მილიონი ლარია მოთხოვნილი. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, შესაძლოა ბიუჯეტში ცვლილებები 15 ნოემბრამდე კიდევ შევიდეს. შენიშვნები როგორც გასულ წელს, ისევ წელსაც პრიორიტეტების განხილვის დროს არის თითქმის ერთი და იგივე. ეს არის სწორედ ახლად შემოერთებული ტერიტორიები, ის მუნიციპალური ორგანიზაციები, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობენ, მათი მუშაობის ეფექტურობა და იგივე დაგეგმარების კომპონენტში რამდენად ითვალისწინებენ და ხდება მოკვლევა არსებული მდგომარეობისა. ძირითადი აქცენტი გადატანილი არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაზე, იგივე სანიაღვრე სისტემა, კანალიზაციის სისტემა და ასევე წყლის სისტემის მოწყობაზე, ასევე პრიორიტეტულია ქუჩების რეკონსტრუქცია, ასევე ახალი ქუჩების მშენებლობა, არის გარკვეული ქუჩების მონაკვეთები, რომლებიც თავიდან უნდა ახლად უნდა აშენდეს, შეიძლება ითქვას. ასევე პრიორიტეტული არის საბავშვო ბაღები, არსებულის გარემონტება და ახლების მშენებლობა.